კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან ერთად საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა. კლიმატ-გონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია სამხრეთ კავკასიაში პირველი აკადემიური და ანალიტიკური პლატფორმაა, რომელმაც არაერთ კვლევით ნაშრომს მოუყარა თავი. ღონისძიება აკადემიურ პრეზენტაციებს, სტუდენტურ კვლევებს, დარგობრივი აქტორების მონაწილეობით გამართულ პრაქტიკულ განხილვებსა და მედია დაჯილდოების ცერემონიას მოიცავდა. სამეცნიერო კონფერენცია 10 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამულ სივრცეში გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნათია კუპრაშვილმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველმა აკადემიური მიმართულებით, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ და ELCP პროგრამის ხელმძღვანელმა ჰელენ ფრედბერმა მიმართეს. ესეთი ტიპის ფორუმი სამეცნიერო კლიმატ-გონივრულ კომუნიკაციებში არ ჩატარებულა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და ეს არის პირველი, რომელსაც ეხა არ გაგვიკვირდება, რომ მასპინძლობს სწორედ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ გვაქვს ახლა სინერგია მეცნიერების, მეცნიერული შრომის, ჟურნალისტური შრომის, სექტორალური შრომის, იმიტომ რომ ჩვენთან ერთად არიან ასევე ცალკეული სექტორის მეფუტკრეობის, მერძევეობის, მეცხოველეობის სექტორის წარმომადგენლები. და რომელიც აერთიანებს ერთად როგორც პრაქტიკულ ჟურნალისტიკას, ისე მასკომუნიკაციურ კვლევებს. ძალიან წარმომადგენლობითი ფორუმი გამოგვივიდა. ის არის მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც მთელი წლის მანძილზე მეცნიერები მუშაობდნენ იმ კვლევებზე, რომლებიც წარმოადგენს და მხოლოდ საუკეთესო და ნოყიერი მსუყე მასალებმა მოიკრიბა დღეს თავი აქ, რასაც ადასტურებს კიდეც სამუშაო პროცესი. რაც შეეხება იმას, რა მნიშვნელობა აქვს სასწავლო პროცესისთვის, მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დიდი გაჭირვება გვაქვს ორიგინალური სასწავლო მასალების და სასწავლო მასალის შექმნა კი წარმოუდგენელია კვლევითი ნიადაგის გარეშე. ამიტომ ჩვენ ვაძლიერებთ კვლევით ნიადაგს იმისთვის, რომ ზედ დავაშენოთ შემდეგ სასწავლო რესურსები. სამეცნიერო კონფერენცია კლიმატ-გონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციის, უნივერსიტეტებსა და რეგიონულ მედიას შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს მიეძღვნა. ეს მართლაც კარგი რეგიონული ინიციატივაა, რომელშიც მონაწილეობენ ჟურნალისტები, მეცნიერები და სტუდენტები. მათ შეისწავლეს სოფლის მეურნეობასა და კლიმატთან დაკავშირებული საკითხები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მონაწილე ქვეყნების, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მოსახლეობის თითქმის 50% დამოკიდებულია სწორედ აგროსექტორზე. რა თქმა უნდა, ქალაქში მცხოვრები ადამიანებიც ზემოქმედებენ გარემოზე. ეს ეხება ჩვენს ყოველდღიურობას. ასევე საუბარი შეეხება ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა სოფლის ტურიზმი და ადგილობრივ მდგრად ეკონომიკაში წვლილი შეტანა. ძალისხმევა, რომელიც მონაწილე მხარეებმა პროცესში გამოიჩინეს, არის შესანიშნავი და ეს უკვე 11 წელია გრძელდება. საერთო პლენარულ სესიას მოდერაცია ნათია კუპრაშვილმა გაუწია. მასში ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მეცნიერები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მეორე ნაწილი ორ პარალელურ მოდულს მოიცავდა. სამეცნიერო კვლევების ნაწილს მოდერაცია ნინო ჭალაგანიძემ გაუწია. სტუდენტურ სესიებს ნინა ხელაძე ხელმძღვანელობდა. ღონისძიებაში სტუდენტების ჩართულობა აგროკომუნიკაციითა და კლიმატ-გონივრული რეპორტინგით დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევრების წარმოჩენას ისახავდა მიზნად. მედიის ჩართულობა კლიმატ-გონივრული ამბის თხრობაში, აგრომეურნეობისა და ტურიზმის განვითარების პერსპექტივები. ეს იყო პლენარული დისკუსიის მთავარი თემა, რომელიც 11 დეკემბერს აუდიოვიზუალურ სივრცეში, ჰოლიზეუმში გაიმართა. მასში მონაწილეობა დარგობრივი ასოციაციების, აკადემიური სფეროსა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ გახსნა. მან აგროსექტორის გაძლიერების საქმეში მედიის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წვლილი ამ დარგის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია. ღონისძიების დასკვნით ნაწილში ჟურნალისტიკის რესურს ცენტრმა საერთაშორისო მედია კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. ნანუკა მეშველაშვილი, სამირა ბაირამოვა, ხაჩიკ დანიელიანი და ანჟელა სტეფანიანი კლიმატის ცვლილების, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი განვითარების საკითხების ეფექტურად და შემოქმედებითად გაშუქებისათვის დაჯილდოვდნენ. აღიარება ჟიურის მხრიდან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის, რომ აი ამ მიმართულებით, რასაც ყოველდღიურად რიგი მიზეზების გამო, თუნდაც ჩვენ მედია ვერ ვუთმობთ სათანადო დროს, мотивация იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი დრო დავუთმო და კიდევ უფრო მეტად ვიმუშაო ამ მიმართულებით.
ღონისძიების დასასრულს კონფერენციის თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. შერჩეული სტატიები კი სამეცნიერო გამოცემაში დაიბეჭდება. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და გამოცემის მიზანს აგროსაკითხების გაშუქების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, მედია პარტნიორობის როლის განსაზღვრა, სოციო-ეკონომიკური შედეგების შეფასება, ხანგრძლივი რეგიონული კვლევებისა და საგანმანათლებლო ქსელის შექმნა წარმოადგენდა. პროექტი ჟურნალისტიკის რესურს ცენტრმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, შვეიცარიის კომუნიკაციისა და მედია კვლევების ასოციაციის წევრებთან თანამშრომლობით განახორციელა.